ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ახალი აქტი, რომელსაც ევროკავშირის სავარაუდოდ ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოიყენებს ძალაში დეკემბრის შუა რიცხვებში შევა. ინფორმაციას რიკარდი ოზვია კი ავრცელებს. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას ევროპარლამენტმა მხარი 7 სექტემბერს დაუჭირა. მიღებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა სავიზო სანქცია ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებულ ჩინოვნიკებს დაეკისროს და არა მთელს ქვეყანას. არ გავჩერდებით, ვიდრე არ მივაღწევთ გამარჯვებას 28 ნოემბრის დემონსტრაციამდე ერთი დღით ადრე პროევროპულ აქციაზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა განცხადება გააკეთეს. მშობლებმა საზოგადოებას მიმართეს და მოუწოდეს, რომ ხვალ 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბონ. მსვლელობის მონაწილეები მარშით პარლამენტთან მივლენ. სკოლას ჰყავს თავისი ეგრეთ წოდებული მაყურებელი, რომელიც მართავს ამ რეჟიმ დაუმორჩილებელ მოსწავლეებს, ამბობს გორის ნომერ 1 საჯარო სკოლიდან წამოსული მასწავლებელი. პედაგოგმა სამსახური სწორედ არახელსაყრელი გარემოსა და მიზანმიმართული დევნის გამო დატოვა. ირმა ამბარდიშვილი ყვება, რომ სკოლაში არსებული ვითარება საგანმანათლებლო გარემოს სრულად აცდენილია. მოსწავლეები და მშობლები კი პედაგოგებს აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. უკრაინამ გროზნოს მახლობლად რუსეთის გვარდიის პოლკის ახმატ ჩრდილოეთის სამხედრო ნაწილი დრონებით დაბომბა. ინფორმაცია და ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.